დინამო თბილისი ტორპედოს წინააღმდეგ ქართული კლასიკო მატჩი, რომელიც ყოველთვის ტურის ცენტრალური შეხვედრა იქნება. რა მდგომარეობაში არ უნდა იყვნენ გუნდები და მით უმეტეს ახლა, როცა ორივე გუნდი ძალიან კარგ სვლაზეა, ქუთაისის ტორპედო 10 მატჩიანი წაუგებელი სერიით ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია ჩემპიონატში და დინამო თბილისი თემურ ქეცბაიასთან ერთად ასევე წაუგებელია 4 მოგება 2 ფრე. გიორგი ლორიას გადაცემა, კარგი მომენტი აქვს ტორპედოს დარტყმა და ლორიას მოგერიება. კომნენ ანდრიჩ შეეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა გიორგი ლორიამ შესანიშნავად ითამაშა და გადაარჩინა დინამო. უბრალოდ აბდულა იორო და არაოსე იოროს გადაცემა, კარგი პასი მარცხენა ფლანგზე გრძელდება, დინამო შეტევა პასი საჯარიმოში და მატეი შიმიჩი ამ ეპიზოდში შესანიშნავად ითამაშა ტორპედოს მეოთხე ნომერმა და ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა და შეუძლია კარგად ჩაჭდეს გუნდურ სიტუაციაში. ფელიპე პირესის პასი დარტყმა შეიძლება და გადარჩა დინამო ამ ეპიზოდში საოცარი მომენტი იყო და ქუთაისელებმა ანგარიში ვერ გახსნეს. კომნენ ანდრიჩია ეს ფეხბურთელი, რომელსაც გატანა ვერ მოახერხა. გამაჯერებელი საჯარიმოში თუ იქნება ბრძოლა, არა შერიფი პასი არაბიძე გარეთ ერფით გააკეთა გადაცემა და ძალიან კარგი პასი. ნახოთ რა მოხდება, ლორია გამოვიდა კარიდან დარტყმა და 1-0 ტორპედო დაწინაურდა. ფელიპე პირესი გოლის ავტორი, ქუთაისის ტორპედო 70-ე წუთზე გადის წინ. ფელიპე პირესმა შეასრულა ძალიან მაგარი გადაცემა. ხედავთ კიდევ ერთხელ არ იყო ჩემი აზრით აქ კარის დატოვების საჭიროება საერთოდ, იმიტომ რომ ნუმან კურდიჩიც მოყვებოდა. უნდა ვთქვათ ფელიპე პირეს, აი კიდევ ერთხელ სხვა კადრი არის საჭირო ამ გამეორებაზე. აი აქ უგრეხელიძეც მიყვება ფელიპე პირეს და ნუმან კურდიჩიც არის ის მოძრაობა კარგი იყო, პასიც გააკეთა სირაძე, კვარცხავა, კარგი კომბინაცია, კვარცხავა პასი საჯარიმოში და აქაც გადარჩა ქუთაისის ტორპედო. შესანიშნავი თამაში როდრიგო რამოში, სირაძე, შორი მანძილი და დარტყმა და ფილიპ კლიაიჩმა გადაარჩინა ამ ეპიზოდში ქუთაისის ტორპედო. ძალიან მაგარი მომენტი ტორპედოსა და იბერიას შორის. პირველად დამარცხდა თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი დინამო თბილისი მიმდინარე სეზონში.